1914 წლის 28 ივნის ძღოლის არასწორი მანევრის შედეგად ავსტრია-უნგრეთის ერცჰერცოგის კაბრიოლეტი ქუჩაში უხერხულად გაიჭედა. ამით კი ბოსნიელმა ანარქისტმა გავრილო პრინციპმა ისარგებლა და ფრანც ფერდინანდი მეუღლესთან ერთად სიცოცხლეს გამოასალმა, რითაც საფუძველი პირველ მსოფლიო ომს ჩაუყარა. დიახ, გაგიკვირდებათ და სახელმწიფოს მეთაურს დაცვა სჭირდება. ეს ახალი ამბავი სულაც არ არის. რომის იმპერატორებს პრეტორიანული გვარდია იცავდა, სპარსეთის შაჰებს 10,000 უკვდავი. ცველები ისეთ უძლებელ მმართველსაც კი ჰყავდა, როგორიც ალექსანდრე მაკედონელი იყო. იმპერატორის უსაფრთხოებას 7 სომატოფილაკი უზრუნველყოფდა. აუცილებელი არ არის იმპერიას მართავდე და ბრძოლებში მონაწილეობდეთ. დაცვა თანამედროვე სახელმწიფოს პირველ პირსაც სჭირდება და ეს უცხო არც ქართული რეალობისთვისაა, რასაც 90-იანების ბავშვები საუკეთესოდ გაიგებენ. ამ ვიდეოში რიგით ავტომობილებზე არ ვისაუბრებთ. თუ გეგონათ, რომ მოძრავი ციხე კოშკი ჰაიაო მაიძიკის სამყაროს გარდა არსად შეიძლება არსებობდეს, შეცდით, ის რეალურია. მის ცხვირს კადილაკის ემბლემა ამშვენებს და ერთადერთი რამ შეერთებული შტატების პრეზიდენტის A პუნქტიდან B პუნქტამდე უნებლად გადაყვანა ევალება. დიახ, ეს არის ვიდეო მსოფლიოს ყველაზე დაცულ ავტომობილზე, რომელსაც მოფერებით მხეცს ეძახიან. ამით კი ალბათ ყველაფერი ნათქვამია. ხო, და სანამ საქმეზე გადავალთ, გინდათ რომ ისეთივე შეუჩერებლები ვიყოთ, როგორიც ამერიკის პრეზიდენტის საავტომობილო კოლონა? ამას თქვენი დახმარების გარეშე ვერ შევძლებთ. გამოიწერეთ ჩვენი არხი, გვიყურეთ და მოგვეცით მოტივაცია მოძრაობის გასაგრძელებლად. პირველი ნაწილი. ეროვნული ტრამვა. 1901 წელს უილიამ მაკინლი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელმაც ავტომობილით გადაადგილება დაიწყო. თუმცა მიუხედავად ამისა, მას ძრავიან ტრანსპორტს ცხენი ერჩივნა. მაკინლის მკვლელობიდან რამდენიმე წელიწადში უილიამ ჰოვარდ ტაფტმა თეთრი სახლის საჯინიბო ავტოფარეხად ოფიციალურად გადააკეთა. აწლეულების განმავლობაში პრეზიდენტის ავტომობილი პირველ პირთან სიახლოვის სიმბოლო იყო. ფრანკლინ დელანო რუზველტი თავის ლინკოლნ მოდელ კეის სახურავს თითქმის არასდროს ხურავდა, რადგან მოსწონდა კაბრიოლეტით გადაადგილების შეგრძნება და ფაქტი, რომ მისი ხილვა ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო. საბოლოოდ, გაუფრთხილებლობა მაინც მივიდა ტრაგედიამდე, რომელმაც რეალობა სამუდამოდ შეცვალა. 1963 წელს დალასში სახურავ გადახდილ ლინკოლნ კონტინენტალში მჯდომ ჯონ ფიცჯერალდ კენედის სნაიპერმა ესროლა. 35 პრეზიდენტი რამდენიმე წუთში დაიღუპა, რის შემდეგაც საიდუმლო სამსახურში მიხვდნენ, რომ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ქვეყნის პირველი პირი სულ მცირე სახურავიანი ავტომობილით მაინც უნდა მგზავრობდეს. კონტინენტალი კოდური მეტსახელით X100 ავტომწარმოებელს დაუბრუნეს. ტიტანის ჯავშანი ჩააწვეს და თავზე ტყვია გაუმტარის სახურავიც დაადგეს. მას შემდეგ პრეზიდენტის მანქანის პარამეტრები სტანდარტული ავტომობილისას თანდათან შორდება. დღეს კი თამამად შეიძლება ითქვას, რომ მხეცის უკანასკნელი მოდელი უსაფრთხოებით ტოლს ტანკსაც არ დაუდებს. განსაკუთრებით კი თუ ეს ტანკი T-55-ია. ხო, სხვათა შორის თუ არ გინახავთ ჩვენი ვიდეო T-55-ების დაუძნებელ მტერ ტოიოტას პიკაპებსაც მიუძღვენით. ჩაუჯექით ამ ვიდეოს დასრულების შემდეგ და გაეცანით მორიგ საინტერესო ისტორიას. ნაწილი მეორე. ტანკი, რომელსაც ავტომობილობა მოუნდა. ბისთის შექმნაზე მომუშავე ინჟინრებმა ცნობილი ანდაზა, სიფრთხილეს თავი არ სტკივა, ზედმეტად პირადულად მიიღეს და შექმნეს პროდუქტი, რომელში მჯდომ სიფრთხილესაც თავი უბრალოდ არასდროს არ სტკივდება. მხეცი სტანდარტული ავტომობილი არ არის, მიუხედავად ვიზუალისა, რომელიც გაწელილ კადილაკ ესკალეიდს წააგავს. ის საშუალო ზომის სატვირთო ავტომანქანის შევროლე კოდიაკის პლატფორმაზეა აწყობილი.
საპრეზიდენტო მანქანა 7-დან 9 ტონამდე იწონის და შესაბამისად მისი ძრავა სისწრაფისთვის შექმნილი სულაც არ არის. თავარი აქ მაბრუნი მომენტია. მართალია ძრავის ზუსტი მონაცემები უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე გასაიდუმლოებულია, თუმცა ზოგი ცნობით კაპოტის ქვეშ 6.6 ლიტრიანი დურამაქს V8 იმალება, რომელიც მხედს 100 კმ/სთ-მდე 15 წამში აჩქარებს და ამაზე სწრაფად საერთოდაც ვერ მიხავს. თუ იმედები გაგიცრუვდათ, გეტყვით რომ სულ ტყუილად ხეცი გაქცევისთვის განკუთვნილი მანქანა არ არის. ის მოძრავი კედელი და უბრალოდ გაურღვეველი წინაღობაა. მასალა, რომლისგანაც ავტომობილის ჯავშანი მზადდება, ზუსტად ცნობილი არ არის. თუმცა ვიცით, რომ მის შემადგენლობაში ორმაგის სიმტკიცის ფოლადი, ალუმინი, ტიტანი და კერამიკა შედის. კარის პანელების სისქე 20 სანტიმეტრს აჭარბებს და წონით დაახლოებით Boeing 747-ის კარს უტოლდება. როცა ეს კარი იკეტება, ავტომობილის სალონში ჰაერის წნევა იცვლება და შიგნიდან მას მექანიკური დახმარების გარეშე ერთი ადამიანი ვერაფრით გააღებს. ბუნებრივია, კარების შესაბამისია ფანჯრებიც. პრეზიდენტის უსაფრთხოებას აქ 13 სანტიმეტრის სისქის მინისა და პოლიკარბონატის ფენების კომბინაცია იცავს. თქვენ წარმოიდგინეთ, შეერთებული შტატების პირველ პირს რომ დასწრეს და ფანჯრის ჩამოწევა მოინდომოს, ამას ვერ გააკეთებს. მანქანაში მხოლოდ მძღოლის ფანჯრები მოძრაობს და ისიც სულ ოდნავ, საბუთების მიმოცვლისთვის. ერთი სიტყვით, თუ დღეს არაერთი პროფესიის წარმომადგენელს ხელოვნური ინტელექტი ჩანაცვლებით ემუქრება, ასეთი ავტომობილები უსამსახუროდ გზასაცდენილ სნაიპერს ტოვებენ. ახლა რამე ცუდი ჩაიფიქრეთ. ისტორიაში შესვლა მოგინდათ და გონიათ, რომ ინჟინრებს მხეცის ქვედა ნაწილის უსაფრთხოება გამორჩათ? არაფერიც. ნაღმებისგან ავტომობილს გაძლიერებული ფოლადის სქელი ფირფიტა იცავს. ეგრეა. გაგიკვირდებათ და ბისტს კარგად ორგანიზებული ბიოლოგიური თავდასხმაც ვერაფერს დააკლებს. პირველ რიგში, ავტომობილის კაბინა გარეს სამყაროსგან ჰერმეტულად აიზოლირებული და შიგნით სრულად თვითმკმარი ეკოსისტემაა შექმნილი. თუ მანქანის გარეთ ჰაერი ტოქსიკური გახდება, ხეცი ჟანგბადის შიდა მარაგების გამოყენებაზე გადაერთვება, რომელიც მის საბარგულშია მოთავსებული. თუ თავდამსხმელმა შეუძლებელი შეძლო და პრეზიდენტი მაინც დააზიანა, აქვეა მისი შესაბამისი სისხლის 1 ლიტრიანი მარაგიც, რომელიც მას უახლოეს საავადმყოფომდე თავისუფლად ეყოფა, რადგან შორ დისტანციაზე ეს ჯავშან მანქანა უბრალოდ არასდროს გადაადგილდება. ბილენიალებს გემახსოვრებათ ლეგენდარული სერიალი გზების რაინდი, რომელშიც დევიდ ჰასელჰოფი უძლეველ შეიარაღებულ ავტომობილს მართავდა და ტანკებსაც კი ამარცხებდა. მოცა. ჩვენო ძვირფასო მაყურებლებო, როგორც ხედავთ 70%-ზე მეც არხი გამოწერილი არ გაქვთ. მოგწონთ თქვენი საქციელი? და ჩვენი ვიდეოები? გამოიწერეთ არხი და მოგვეცით დამატებითი мотиваცია. უფასოა. მართალია, მხეცი 1982 წლის პონტიაკ ფაიერბერდივით მოხდენილი, სწრაფი და მოსკლეტილი ვერ არის, თუმცა აქტიური თავდაცვის სისტემებით ისიც აღჭურვილი. კერძოდ, წინა ბამპერს წრემლსადენი გაზის გასროლა შეუძლია და პარალელურად ღამის ხედვის კამერებიც აქვს, რათა კვამში მძღოლმა გზა თავისუფლად გაიკვლიოს. თუ გახსოვთ, გითხარით, რომ საპრეზიდენტო მანქანა სისწრაფით არ გამოირჩევა. თავისუფლად შეიძლება მასთან ვინმე მიირბინოს და კარის გაღებას სცადოს. მართალია, ამ სისქის კარის გაღებას ჰერაკლეს ძალა სჭირდება, თუმცა ასეთ შემთხვევაშიც ჩვენს გმირს ტანში 120 ვოლტი დაუვლიდა, რომელიც საჭირო დროს სახელურში გადის. იმედია უკმად არიჯექით და ჩვენი თხრობის პარალელურად მაქსიმალურ ქაოსაც წარმოიდგენდით, რომელშიც საპრეზიდენტო ლიმუზინი გზას მიიკვლევს. თუ ეს არ გიქნიათ, ახლა გააკეთეთ. წარმოიდგინეთ? აი, ასე დროს მხეცის სალონში სრული სიმშვიდეა და პრეზიდენტ შეუძლია იქიდან მთელ ერს მიმართოს. პენტაგონთან ვიდეო კონფერენცია გამართოს და საერთოდაც ბირთვულ თავდასხმაზე გასცეს სანქცია. როგორც ამერიკელი გენერალი ნორმან შვარცკოფი იტყოდა,
რაც უფრო მეტ ოფლს ღვრი მშვიდობაში, მით უფრო ნაკლებ სისხლს ღვრი ომში. საპრეზიდენტო ავტომობილი ალბათ სწორედ ამ ფრაზის შესაბამისად ააწყვეს. ეს $15 მილიონ პროექტია, რომელიც მსოფლიოს ყველაზე გავლენიან პოლიტიკოს საფრთხეს სულ მცირე 20 სანტიმეტრით ყოველთვის არიდებს. ნაწილი მესამე. საპრეზიდენტო კოლონა. არც ერთი ადამიანი არ არის კუნძული. განაცხადა მე-17 საუკუნის ინგლისელმა პოეტმა ჯონ დონმა, რაშიც იგულისხმება, რომ იზოლირებული და თვითკმარი არც ერთი ადამიანი არ არის. თქვენ წარმოიდგინეთ, კუნძული არც მხეცია. ის ნაწილია კოლონისა, რომელშიც ყველა ავტომობილს განსაზღვრული დანიშნულება აქვს. როგორც გული ვერ იარსებებს დამოუკიდებლად, ისე პრეზიდენტის მანქანასაც მათ გარეშე უბრალოდ ვერ სადნახავთ. პირველ რიგში, საპრეზიდენტო კოლონაში ერთადერთი მხეცი თითქმის არასდროს არის. როგორც წესი, აქ მას 2 ტყუპის ცალი მიჰყვება. წინასწარ ცნობილი არასდროს არის, რომელში ჩაჯდება პრეზიდენტი. ეს უშუალოდ მგზავრობის დაწყების წინ წყდება. მაქსიმალური დაბნეულობის შესაქმნელად, გადაადგილების პროცესში კოლონაში მხეცები ერთმანეთს ადგილს რეგულარულად უცვლიან. შესაბამისად, თავდამსხმელს გამოცნობანას თამაში უწევს იმის სავარაუდებლად, თუ რომელმა მხეცმა გადაყლაპა ამერიკის პრეზიდენტი. მხეცების შემდეგ, კოლონაში ტექნოლოგიურად ყველაზე შთამბეჭდავი მანქანა ეგრეთ წოდებული Watchtower-ია, რომელიც საგუშაგო კოშკად შეიძლება ითარგმნოს. მას საკმაოდ მარტივად ამოიცნობთ. უბრალოდ თვალებით ეძებეთ Chevrolet Suburban-ი, რომელიც კონტრზომების ელექტრონული საშუალებითაა აღჭურვილი და თავზე ანტენების მსგავსი სტრუქტურები ადგას. საგუშაგო მთელი კოლონის ირგვლივ სიჩუმის კედელს ქმნის. ის მაღალი სიხშირის სიგნალს ასხივებს, რომელიც ირგვლივ ნებისმიერ რადიო, ფიჩურ და Wi-Fi-ის სიგნალს ახშობს. შესაბამისად, დისტანციურად მოქმედი ასაფეთქებლით პრეზიდენტის კოლონას ზიანს ყველაზე გამოცდილი თავდამსხმელიც ვერ მიაყენებს. გარდა ამისა, Watchtower-ს კიდევ ერთი, უფრო შთამბეჭდავი ფუნქცია აქვს. მისი რადიოელექტრული ბრძოლის სისტემა ამჩნევს ანტისატანკო რაკეტის გაშვების სიგნალს და ინფრაწითელი კვამლის ფარდას უშვებს, რომელიც რაკეტის სითბურ სენსორებს აბრმავებს და სამიზნემდე მიღწევას ძალიან ურთულებს. კოლონაში პრეზიდენტის ლიმუზინების შემდეგ 4 იდენტური SUV-ც მოძრაობს. პირველს ჰალბექს ეძახიან. მასში პრეზიდენტის პირადი საიდუმლო სამსახურის აგენტების ხედან. ეს მანქანა მხეცს არასდროს ტოვებს. მისი მგზავრების მოვალეობა პირველი პირის გვერდით ყოფნა და ნებისმიერ მომენტში მისი დაცვაა. ჰალფბექის უკან მიმავალ მანქანაში კი კოლონის ყველაზე საშიში ბიჭები იმყოფებიან. ეს კონტრშეტევის გუნდია. ელიტური აგენტებისგან დაკომპლექტებული დანაყოფი, რომლის თითოეული წევრიც საომარი აღჭურვილობით კბილებამდეა შეიარაღებული. მათი მიზანი პრეზიდენტის დაცვა სულაც არ არის. ეს ბიჭები მთელი ცხოვრება ნებისმიერი საფრთხის გასანადგურებლად ემზადებიან. თავდასხმის შემთხვევაში კოლონა გზას აგრძელებს, უკან კი მხოლოდ კონტრშეტევის გუნდი რჩება. ისინი საკუთარი სიცოცხლის ფასად ბოროტ მოქმედებსა და კოლონის მთავარ ავტომობილებს შორის ბუფერულ ზონას ქმნიან. როგორც ძველი სამხედრო ანდაზა ამბობს, თუ სამართლიან ბრძოლაში აღმოჩნდებით, ესე იგი თქვენი მისია კარგად ვერ დაგეგმეთ. ეს ბიჭები აქ სწორედ იმისთვის არიან, რომ ბრძოლა სამართლიანად არასდროს იქცეს. ცუდი ბიჭების უკან კონტროლისა და მხარდაჭერის მანქანები მოდიან, რომლებსაც პრეზიდენტის პირადი ექიმი და თეთრი სახლის სხვა მნიშვნელოვანი პერსონალი გადაჰყავთ. მათ უკან 2 მინივენი მოძრაობს, რომლითაც პრესა გადაადგილდება. მათ უკან კი ID ავტომობილი მოდის, რომელიც კოლონის წევრ სატრანსპორტო საშუალებებს შორის ინფორმაციის მიმოწვლაზეა პასუხისმგებელი. ID-ს უკან უცნაური ფორმის სატვირთო მოხვება. ეს სახიფათო მასალების ლიკვიდაციის დანაყოფია, რომლის ავტომობილიც სრულადაა მომზადებული ბიოლოგიურ, ქიმიურ და თეორიულად ბირთვულ თავდასხმაზე რეაგირებისთვისაც. თუმცა ალბათ ახლო-მახლო ჩამოვარდნილ ატომურ ბომბს ფორდის ეს გადაკეთებული პიკაპი ვერაფერს უშველის. ამის შემდეგ კოლონაში ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი ავტომობილი მოდის. მისი სახელი Roadrunner-ია.
Ford F350-ის ბაზაზე აწყობილი ლიმუზინის მაგვარი მონსტრი, რომლის სახურავზეც სატელიტური კომუნიკაციების გუმბათს შეამჩნევთ. ის კორტეჟის მობილური სამეთაურო ცენტრის ფუნქციას ასრულებს. სწორედ მისი საშუალებით შეუძლია პრეზიდენტს დაშიფრული ქსელით დაუკავშირდეს ეროვნულ სარდლობას და სიტუაცია გააკონტროლოს. ბოლოს კი ადგილობრივი სასწრაფო დახმარების მანქანა და პოლიციელები მოდიან. ისევე როგორც კოლონის წინ მოტოციკლები, რომლებიც მისთვის გზას ასუფთავებენ. და რა გონიათ, რა ხდება მაშინ, როცა პრეზიდენტს მაგალითად ტოკიოში უწევს გამგზავრება? უბრალო ქვეყნის პირველ პირებს, როგორც წესი მომსახურე ტრანსპორტს მასპინძელი ახვედრებს, თუმცა შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის აგენტებს ზედმეტი პრობლემებისთვის არ სცხელად. შესაბამისად, მთელი კოლონა ყოველთვის თან დააქვთ. სწორედ ამიტომ, ამერიკის პრეზიდენტის ვიზიტს 3-დან 5-მდე C-17 გლობმასტერის ტიპის სატვირთო თვითმფრინავი ახლავს თან, მათგან ერთს ლიმუზინები გადააქვს. დანარჩენებს კი კოლონის სხვა ავტომობილები და ხშირად Marine One ტიპის ვერტმფრენიც. ისტორია კოშმარია, რომლიდან გამოგვიძებასაც ვცდილობ, ამბობს ულისეს მთავარი გმირი სტივენ დედალოსი. ამერიკამ ისტორიის კოშმარი უკვე გაიარა და მასთან დაბრუნებას აშკარად აღარ აპირებს. ქვეყანამ სისხლითა და გლოვით ისწავლა, რომ სამყაროს შეცვლა ერთ ტყვიასაც შეუძლია. მართლაც, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო ლიმუზინი სიმბოლოა. სიმბოლო იმისა, რომ 1963 წელს მომხდარი ტრაგედია არასდროს განმეორდება. გზავრობისას პირველ პირს ვერავინ ვერაფერს დაუშავებს. ბოლოს კი, თქვენ თუ იმ ავტომოყვარულთა კატეგორიას მიეკუთვნებით, რომლებიც მანქანებს სულიერ ქმნილებებად აღიქვამენ, გეტყვით, რომ ხეთზე უბედური სატრანსპორტო საშუალება უბრალოდ არ არსებობს. ის არასდროს დუმდება, რადგან გარემო, რომელშიც მას ოპერირება უწევს, სრულად უსაფრთხო არასდროს ხდება. და თუ გონიათ, რომ ის პენსიაზე გასვლის შემდეგ მაინც ისვენებს, ძალიან ცდებით. მუზეუმებში ვერც წინათაობის ლიმუზინებს იხილავთ და მშვიდ ნავსაყუდელს ვერც ამჟამინდელი მოდელი ეღირსება. ახალი თაობის მხეცის დაბადებასთან ერთად, ძველი უბრალოდ ქარხანაში ბრუნდება და იქ ბოლო დეტალამდე ნადგურდება. და თქვენ რა სიტყოდით ასეთი მანქანის მძღოლობაზე? საცობში არასდროს მოხვდებოდით, ხოლო თქვენს დაზიანებას ყველაზე ძლიერი მტერიც ვერ შეძლებდა. კარგად ჟღერს არა? ეს მართლაც კარგია, თუმცა გახსოვდეთ, რა თქვა ჯეი ლენოსთან სტუმრობისას საიდუმლო სამსახურის აგენტმა, როცა უკანა ხედვის სარკეში იხედები და იქიდან პრეზიდენტი გიყურებს, ხვდები, რომ ხრებზე მთელი სამყაროს სიმძიმე გაწევს.